ერთგულებაზე საოცარი რამ არი არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას არიებს ხო? ხო არ ძინავში? არა მგონია. ხო, გეძინა? არა, მე და ბარბარა ჩემი ოთახში ინტერვიუის დიზაინს ვარჩევთ. სახლში ხარ ანუ? კი. კაი, ამოვას ბიჭები. ალექსანდრესა. გონი მარიამთან ერთადაა პაემანზე თუ დეიტზე. მე ცხადობადი ვინმე? თუ გინდა ჩაგიტარებ დეიტისთვის გაკვეთილებს. როგორ უნდა მოიქცე და ასე შემდეგ. აქეთ არ ჩაგიტარო. ჩემს მეგობარს ავიხოთ გავუღებ კარს ვაჩვენებს მე ერთგულების და სიყვარულის წამს აი ეს ფერი მოუხდება. კი, მაგრამ ავეჯი სამფროში უნდა შევუსაბამო მაშინ. ავეჯებში გადავიდეთ. აი, აქ დააჭირე. ბიჭები არიან გავუღებ. მოდივარ. ვიშ ბიჭო, მე არ გამომივა? არა, დაიბნევი. რა დღეში არიან ესენი? რაღაც დებილობაზე კამათობენ. თუ გინდა დავნიძლავდე. რანაირად? რანაირად თუ რაზე? როგორ ხართ ბიჭებო? პრივეტ ბარბარე. სალამი. რაზე დავნიძლავდეთ? წაგებულმა იცეკვას ყველაზე კრინჯი ჩელენჯი TikTok-ისთვის. მოსულა. რა ხდება? რაზე ნიცლოდებით? დაჩის გონია რომ ლაზარაზე გამოუვა დეიტზე წასვლა. პაემანზე. ხო, ვიცი რაც არის დეიტი. მე მგონია არც ერთს გამოგივათ. აი მე რომ ვიყო ბიჭი, ორივეს გაჯობებდით. აი რა. რა აუф, გინდა შევეჯიბროთ? როგორ? ბარბარი იქნება ჩვენი დეიტის პარტნიორი და ყოველს გვექნება 1 წუთი და საბოლოოდ ნიკა შეაფასებს როგორ ჯიური. კაი აზრია, ვიცინებთ, გავერთობით. გამეცინება. მე ჟიური ვიქნები ჯობს. ეგეც კაიდია, მაგრამ ვისთან ვიქნებით ჩვენ სამნი? მოვალ, მანამდე თქვენ მოიფიქრეთ როგორ ვქნათ. გამარჯობა, გვეცაიაში ვიყავით, გონი თქვენი კატაა ხო? აუ კი, როდის გამოიპარა ეს მაიმუნი, მოდი მოკა. დავოდიალდა ცოტა ხანი, ზედაც ისვენებდა. ხო, ესე მაიმუნებს ხოლმე სულ. კატო, დაჩი? თქვენ რა, იცნობთ ერთმანეთს? მეთქი რა, ნაცნობი ხმაა თქო. მე და დაჩი კლასელები ვიყავით, შემდეგ მე სხვა სკოლაში გადავედი. ვა, ძველი მეგობრების შეხვედრა? შემოკატო. არა იყოს. შემო, ნიკას ლაზარს და ბარბარეს გაგაცნობთ. გაიცანით, ჩემი ძველი კლასელი კატო, ლაზარე, ნიკა და ბარბარე. გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. ჩემი კატა იპოვა კატომ ისევ დაბოდიალობდა გარეთ. კარგი, დასხედით. შერაშები როგორ ხარ? რავია, ცოტა შეშინებულია. შეშინებული? ხუმრობს. რაზე იხურა ლაზარე? მეც გამაცინეთ. დაჩი და ლაზარე კამათობდნენ რომელი იქნებოდა უკეთესი დეიტზე. ემილიმ საერთოდ მე გაჯობებდით ბიჭი რო. აუ, კატო რო იყოს დეიტი. რა? ხო, და ბარბარეს ჟიური. მოკლედ, 1 წუთი გვაქვს მე, ლაზარეს და ემილის. ვითომ დეიტზე ვართ და როგორ მოვაწონებთ თავს? წაგებულმა TikTok-ის ყველაზე კრინჯი ჩელენჯი უნდა იცეკვოს. რეზიდენცი რომ იცეკვოს? კი, ძანდურს ვიცინებთ. შენ არ მოგიწიოს მაგის ცეკვა? მაგასაც ვნახავთ.
გამარჯობა. ბოდიში რომ დავგვიანი. არა ვაშას. დროის აცვლა დაიწყო. ეს იცნობს კატოს რა წესია? ძალიან ლამაზად გამოიყურები. კომპლიმენტით გახსნა კარგია. მადლობა დაჩი. მოიცა, იცის რა დაჩი მქვია? მოიცა, აბა დეიძე უცხოსთან მიდის? რას ვამბობდი, ლამაზად იყურები. კი არა, ლამაზად გამოიყურები. მადლობა. მე დაჩი მქვია. იცის სახელი. არ გამომდის, ვიცნობ კატოს და მეცინება. წავაგე მე. მოიცა, იქნებ ლაზარე უფრო ჩაფლავდეს. არ დაიჯერო ეგ. გამარჯობა. საორი. დღეს რა ლამაზად გამოიყურები. მადლობა, მაგრამ სხვა დღეებში არ ვარ ლამაზი? კი, სხვა დღეებშიც ლამაზად გამოიყურები, უბრალოდ დღეს უფრო ლამაზი ხარ. კარატე გიყვარს? რა? არაფერი, შენი საყვარელი ფეხბურთელი რომელია? არ უყურებ ფეხბურთს. არა. არ გავიდა წუთი? 10 წამი დარჩა. კიდევ კაი ჩამიტარე დეითის გაკვეთილები. ესე არ გამოვა. ნამდვილი რომ არა. უყურე და ისწავლე. კატო, შეგიძლია ადგეული წამით? კი. დავზანდით. მე როგორ ვერ მოვიფიქრე. აი, სწორი დაწყება. გიხდება ეგ ფერი. შენ თვალისფერს ლამაზად გამოყვეთს. მადლობა, ორიგინალური კომპლიმენტია. ჩემიც ორიგინალური იყო. რას მიერთმევთ? აქ ძალიან გემრიელი სენდვიჩები აქვთ. მე? თუ შეიძლება თქვენი ორი საუკეთესო სენდვიჩი რომ მოგვიტანოთ. დიახ და სასმის რას ინებებთ? რას მიერთმევ კატო? ფორთოხლის წვენს. ერთი ვაშლის და ერთი ულამაზესი გოგონასთვის ფორთოხლის წვენი. მე მგონი ემილიასგან უნდა ისწავლოთ. ახლა მოგართმევთ. აი, ეს სამაჯური შენ ძალიან მოგიხდება. საჩუქრებს ვართ? მადლობა. და წუთიც გავიდა. არ ვიცი ვინ მოიგო, მაგრამ მე გავერთე. ნიკა და ბარბარე. გითხარით დამარცხებული. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ გამარჯვებულია ემილი. ნეპოტიზმი. დამარცხებულის გამოვლენა გაგვიჭირდა. კი, რთულია. ამიტომ არც ერთს რომ არ გეწყინოთ, ორივე შეასრულებთ TikTok cringe ცეკვას. შანსი არა. წესებში ეგ არ იყო. რატო უნდა ვიცეკვან? არც მე არ გადამიღე და არ ვიცეკვე. ეგ რაღაც ცეკვა. ან დადგმული იყო, რადგან ემილია და ბარბარე მეგობრები არიან, ერთად გადაწყვიტეს. მე არა, არ ვიცეკვე. არ მინდა ცეკვა, იმიტომ რომ არ წამიგია მე პირადად. ერთგულებაზე საოცარი რამ არი არსებებს არასდროს
საწმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს დავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულები